ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი გაცნობის შესაძლებლობა რომ მოგვეცა უღრმესი მადლობა. ქალბატონო ეკა, ხო და ამ განწყობას რა დაემატა იცი? ახლა რომ შემოდიოდი თქვენთან მერცხლების ჭყივილი გავიგე და ეს არის ხოლმე გაზაფხულის მაცანე ჩემთვის და ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე ვერ წარმოვიდგენ და აი მერცხლების ჭყივილი გავიგე და მაგარი. მერცხლები არ ერთი არის და ერთი ვერ მოიყვანს ვიცით გაზაფხულს. ბევრი იყო და ვიცით რომ გაზაფხული მოდის. წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი. ბრძანეთ შევა ბატონო. ძალიან პატივსაცემი ქალბატონი, მსახიობი ეკა ამჟავანაძე, კასტინგ მენეჯერიც, არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და რაც მთავარია, დედა. ხო, ალბათ ყველაზე საპატიო, ალბათ არა, ხო, მაგით უნდა დაგვიწყო. ალბათ არა, ყველაზე საპატიო სტატუსი და ბედნიერება. კიდევ ერთხელ გამარჯობა და პირდაპირ კითხვაზე საქმეზე გადავიდეთ. რა ემოცია გიჩნდებათ, როდესაც გესმით სიტყვა მამა? მამა. ნუ მე ძალიან ისეთი ისტორია მაქვს მამა ჩემთან დაკავშირებით. ეხა ძალიან ისეთი ნათქვამია. ეხა არ ველოდებოდი უცებ ამ კითხვას და იცით როგორი შეგრძნება მაქვს ყოველთვის, რომ ძალიან ადრე გარდამეცვალა. მე ვიყავი პატარა როგორ, ნუ პირველ კურსზე ვიყავი. 18 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა მამა ჩემი. ეხა ისეთი ნათქვამია, რომ ეხა ყველა შვილისთვის მამა განსაკუთრებულია, ხო? მამას ბაძავს მით უმეტეს ბიჭები. მერე გოგო ისეთი მამისა, ხო, მამის შვილის, გოგოს შვილის ურთიერთობა რაღაც აუცარი ფენომენია და მე ნაბულარაშვილი ვიყავი. 3 დები ვარ და მესამე მე ვიყავი, რომელიც რაღაც 10 წლის შემდეგ შემთხვევით გავჩნდი, მოვევლინე ქვეყანას და მართლა საყვარელი შვილი ვიყავი, მისთვის ყოველთვის პატარა ვიყავი, რა თქმა უნდა და რაღაც ძალიან სხვანაირი ურთიერთობა მქონდა. ნუ მამას გზას გავყევი და მე დღესაც ვამბობ, 60 წლისა ვარ, არ ვმალავ ჩემ ასაკს და დღესაც ვამბობ, რომ მე მამა ჩემის ნაკვალებზე დავდივარ. იმიტომ რომ მამამ მომიყვანა აქამდე და დღესაც რამე რომ ისე რაღაცა რომ გამიჭირდება და რაღაცა სულ ვფიქრობ, რომ აი რომ რაღაცა უნდა დამეხმაროს, ახლა ისე სხვანაირად არ შეიძლება. უნდა დამეხმარო. კი, ნამდვილად. ყოველთვის დღესაც ჩემს გვერდით არის. ძალიან ისე გარდამეცვალა ჩემს ხელში. და პირველ კურსზე ვიყავი თეატრალურ ინსტიტუტში მაშინ და მახსოვს უცებ დაემართა, ნუ სისხლის ჩაქცევა დაემართა და თან მარტო ვიყავი, დედა არ იყო სახლში და ესე ხელი ქონდა ესე მოკიდებული და მე რომ ვტიროდი და ვგრძნობდი რომ უკვე ძალიან ცუდად იყო მე შენ ეხლა გჭირდებოდიო მითხრა. იმიტომ რომ პირველ ინსტიტუტში რაღაცა თეატრში მივედი მე რა თქმა უნდა და ძალიან დიდი მადლობა და კიდე აღნიშნავ იმას რომ ბატონ თემურ ჩხეიძეს მოუხდი კიდევ ბევრჯერ მომიხდია მადლობა და კიდე მოუხდი მადლობას რომ მე მახსოვს ესეთი ნათქვამი ჩემთვის პირადად არის თქო სანამ მე ცოცხალი ვარ ეკა რო დაამთავრებს ჩვენთან მოვა თეატრში და იქნება ჩვენი თეატრის მსახიობიო და მართლაც შეასრულა ეს მისი ნათქვამი და იმის შემდეგ 40 წელი გავიდა და ვარ თეატრში. ზე რომ მამა ჩემთვის რაღაც ესეთი ამოუცნობი ფენომენია დღესაც, რომელიც სულ მენატრება. სულ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა, რა თქმა უნდა. ბუნებრივია ისეთ ასაკში გარდაცვლილა. ხო. მაგრამ საოცარი რამეა, რომ ჩემი უფროსი შვილი გავს ძალიან. მართლა? ძალიან გავს, კი. აი ისე ვამსგავსებთ, ხა ვინც ამას იცნო, ხა ჩემი მეუღლე არ იცნობდა ესე, ნუ ესე ახსოვს, მაგრამ ესე ხა მე 4 წლის შემდეგ გავთხოვდი და არ იცნობდა, მაგრამ მე ხო ვიცი როგორ გავს ჩემი შვილი უფროსი მამა ჩემს ძალიან გავს. ჩემს უფროს ვაჟსაც სანდრო ქვია და რატომღაც განსაკუთრებული პატივისცემა დამატებით იმიჩნდება ხოლმე ვიშვილსაც სანდრო ქვია და ისი თქვა ქალბატონო ეკა რომ ბატონი კუკური მჟავანაძე იყო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე და პრაქტიკულად ბოლო წლები კი. მისი დამსახურება ის რომ დღეს
მსახიობი ყავს ქალბატონი ეკა. პირველად მამამ გამომიყვანა სცენაზე, ეს ვიყო მე 8 წლის ასაკში, როცა მამა იყო კიდე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იყო მაშინ ესე და იყო სახალხო თეატრი იქ. და ძალიან ისეთი ცნობილი ახალგაზრდული სახალხო თეატრი იყო, რომელიც ძალიან ისე გასტროლზე ისე დადიოდნენ საზღვარგარეთ მაშინ მე ხა 70-იან წლებს გეუბნებით. იქ დაახლოებით 32 წელი იმუშავა მაგ თეატრში და თავის საქმის პროფესიონალი იყო და ძალიან უყვარდა და უპატიოსნესი კაცი იყო ხა ეს კაცრი თუ იყო და თუ ჩვეოდა რაღაც იმ კაცი. ჩემს მიმართ არ იყო, ვერ იყო. თორე ჩემი დების მიმართ იყო. ისინი უფროსები იყვნენ და მე მახსოვს რომ ჩემ ძალიან ისეთი იყო არსად არ უშვებ და აბა წესი რა და აბა ისე იქ არ გაიხედოთ აქეთ არის და მე უცებ აღმოჩნდი თეატრალურ ინსტიტუტში და რა მახსოვს იცით რომ იმდენად კამათობდით სულ და სულ კმაყოფილო იყო. სულ რაღაცას მეუბნება შენგან არ შეიძლება და ესე არ შეიძლება და მაგალითები მოყავდა და ესა და ნუ დედა ჩემს ისტერი, დედა ჩემი პროფესიით ექიმი. და იტყოდა ვაიმე აღარ შემიძლია და ანებეთ ერთმანეთს თავი და გამოცდებს რო ვაბარებდი მე ვთხარი არ მოხვიდე. ინსტიტუტში რო დაგინახო იქ გამოცდებზე მშობლები ხო მოდიოდნენ მაშინ ნუ ეხლაც ალბათ ნუ ვინც მაშვებია ეხა ნერვიულ ბებია ბაბუა ბიძა ნათესავი და ინტერესანათესო შემაშვილმა რა ქნა გამოსვლას რო გითხე და ჯესტა მე ვთხარი არ დაგინახო რომ მოხვიდე იქ რო დაგინახო მე აღარ შევალ გამოცდაზე მეთქი და ერთხელ მახსოვს არ დამავიწყდება მამა სულ ისეთი კლასიკურად დადიოდა ხოლმე აი სუ პიჯაკი და შარვალი ეცვა ესეთი იმით დადიოდა და მახსოვს ესეთი სერი ღია სერის ესეთი პიჯაკი და მოვდივარ გამოვედი გამოცდიდან და მოვდივარ ოპერისკენ აღარ მარტო ვიყავი თუ ჩემი და მოდიოდა ხოლმე ერთადერთი რომ ჩემი და მოდიოდა და მოვდივარ და ოპერასთან დიდი ჭადარი ეხლაც დგას და გავიხედეთ იმ ჭადრის უკან დგას ესე იმალება. ნახელა კაცი. ხოდა ძალიან ნერვიულობდა რომ ვაბარებდი და მე რო ჩავაბარე ისე მოხდა რომ ერთი სემესტრი და მე ესე მითხრა რომ ეხლა გძნობდა რომ მე არ დამავიწყდება კიდე ის ამბავი რომ იმიტომ არა რომ მართლა ისეთი განსაკუთრებული კაცი იყო. იმიტომ არა რომ მამა ჩემი იყო, აი სულ ვეძებ ეგეთ ხალხს და არ არიან. მე მახსოვს რომ მივედი ინსტიტუტში, როცა მამას გარდაცვალების შემდეგ რომ დავბრუნდი, ნუ ერთი კვირა ალბათ არ დავდიოდი თუ 10 დღე თუ როგორც იყო, შევედი და ბატონი გიგას ჯგუფში ვიყავი ლორთქი ფანიცის და იმას რა ვიცი ხშირად ვყვები ხოლმე და შემოვიდა პირველი ლექცია აი მამას სიკვდილის შემდეგ და შემოვიდა და ესე აკეთებდა ხოლმე ხელს ესე რომ გააკეთებდა ესე უნდა დამსხდარიყავით წინ ესე მრგვალად და ესე გააკეთა და დავსხედით და ნუ მე რაღაცა უფრო მორიდებული ვარ ეხა პირველად მოვედი რაღაცა ტრაურში ვარ და ცოტა ესე გვერდზე დავჯექი წინ ესე არ დავდარვარ გვერდზე დავჯექი და ჩაახველა და დაიწყო რომ მე ხა მოგიყვებითო თქვენს მეგობარს როგორი მამა ყავდა და მთელი ლექცია ყვებოდა მამას ისტორიებს ტიროდა და მე აქეთ გვერდზე ვიჯექი და ვტიროდი აი ეს არ დამავიწყდება არასდროს ჟესტია ხო და რა ვიცი, აი რამხელა თანაგრძნობა იყო თქვენთვის და მხარდაჭერა. და თვითონ ესეც რა გიგა მიცოდა ხოლმე უცებ ვიტირებდა უცებ ჩხუბებდა უცებ რაღაცა ისეთ რამეს მოყვებოდა რომ ვიცინოდით და ვკვებოდით სიცილით და ეს ძალიან ისე მახსოვს. ქალბატონო ეკა მამებს როცა ვწერთ ხოლმე ბოლო კითხვა გვაქვს რა გინდა რომ შვილმა შენზე თქვა წლების მერე და ახლა რას თქვა? ალბათ ერთ-ერთი საოცნებო იქნება ნებისმიერი მამისთვის დღემდე ვეძებ, მაგრამ ვერ ვიპოვე მის დაირიო. ხო, ეგრე. რას ყვებოდა იქნებ ერთი ისტორია თქვენს გაიხსენოთ მამაზე ქალბატონო? მამაზე რა ვიცი, ნუ აი ყველა მაინც ერთი და იგივეს რო იყო ძალიან ისეთი პატიოსანი ადამიანი.
მართალი კაცი იყო ყოველთვის, სხვებზე გადაყოლილი. დედა ჩემი იყო და მეუღლეები ხო იცით ასეთ შემთხვევაში. სხვებზე გადაყოლილი იყო და მართლა უკეთილესი კაცი იყო და მართლა ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, რაც ვიცი და რაც არ ვიცით ოჯახის წევრებმა. მე მახსოვს რომ გარდაიცვალა ციხიდან მაშინ წულკიძე იყო ეს რა ქვია წულკიძე ერქვა, ეხლა ხონი ქვია. ის კოლონია ხო. აი იქიდან მოვიდა წერილი. რო გარდაიცვალა, მე ნუ ეხლა მაშინ წერილები ყოფოს და არსებობდა და ესე და წავიკითხეთ, პატიმარი წერდა ახალგაზრდა ბიჭი, ისეთ წერილს წერდა, რომ აი ესე როგორ გადაარჩინა ერთხელ გარიცხვას და მამას შეიძლება რაღაც ახსოვდა, მაგრამ იმისთვის ხო, იმისთვის რომ მე გავიგეო და ისეთ წერილს წერდა, რომ ის წერილი ეხლა შენახული მაქვს. საოცარი წერილი იყო, რომ მე ხა მაინც მოვხვდიო ისეთ ადგილასო, მაგრამ ბატონმა კუკურიმო ესეო გადამარჩინაო ერთხელო მოიტყუაო რომ ჩემს დასშია და როლებს თამაშობს და არ გინდათ ეხა არ გაუშვათ ეს ბიჭი არ გავრიცხოთ რა კარგი მადლიერების ხო არა სხვათა შორის ძალიან ისეთი და იუმორი ნუ ცოტა დაბნეული კაცი იყო ამ ხრივ სულ რაღაცაზე ფიქრობდა და სულ რაღაცა ავიწყდებოდა ნუ საათი ეხა როგორ ჩვეულებრივად 1 საათი კვირა 2 საათი ეს სადაც მოიხსნი და იქ ტოვებდა ხო და რა ვიცი უამრავი ისტორიები როგორ ჩაუსხა ბენზინის სხვას ორი ერთნაირი ფერის მანქანა რო ეყენა და გადმოდი მაშინ ხო გადმოდიოდნენ მანქანიდან ეს ზემოდან ჩამოსა ეს რო იყო მე ერთხელ როგორ სხვას ჩაუსხა და ის ქალი ვიღაცა იჯდა და ის კაცი მოდის უყურებს თავისთვის უნდა ჩაესხა სხვას ჩაუსხა სხვას ჩაუსხა ერთხელ მახსოვს მივდივართ მოუყვე შეიძლება რა უნდა პირიქით ნუ მანქანის ტარება არ იცოდა. ყავდა მანქანა, მაგრამ ნუ ხე არ არისო დარჩენილიო იცახდნენ თბილისშიო რომ არ გაესვავსო. და რომ გაუსვავდა, კაი არაუშავს კაცო, ხო დადიოდა რაც მთავარია და ეს ბატონ გივი ბერიკაშვილს ჰქონდა კიდე ძალიან კაი ისტორია მანქანასთან დაკავშირებით და ნუ ერთხელაც მე დედა და მამა ჩემი წავედით ქორწილში თუ სადღაც მივდივართ, დაპატიჟებულები ვართ. მე ვარ ესე 13-14 წლის. რაღაცა ძალიან ისე სოლიდურად ჩაცმული მამა ჩემი ისევ ეს რაღაცა სერები უყვარდა და ეს სერები ჯაკით და იმი დედა ჩემი გამობრანჭული რაღაცა და ჩავსხედით მანქანაში. წინ რა თქმა უნდა დედა ჩემი და მამა ჩემი ზის უკან მე ვზივარ მძღოლის უკან. ჟიგულები იყო მაშინ და ესეთი სტაფილოსფერი ჟიგული რაღაც ეგეთი ნოლაძინაცადი რაღაცას რასაც ეძახდნენ 011 უკაცრავად. არა, ადინაცატი. არის ადინაცატი ერქვა ესე. სხვანაირ ნოთერფერი როგორ ვერ მიხდებოდი. და ჩავსხედით და მივდივართ და გვითხრა რომ აქო დიღომშიო. თან ისე იცოდა ხოლმე. არასდროს ჩვენთვის არ ეცალა ოჯახისთვის. სულ ვიღაცას ეხმარებოდა, სულ სადღაც დარბოდა და ну ეხა ეს ერთი დღეა რომ მოიცალა ჩვენთვის და ეხა ვნახეო მეო დიღომშიო გაგატარებთო ინის მანეთიანი გაქვთო კიო დედაჩემა ამასო ჩააგდებო შედიხარო გარეცხავსო მანქანას და გამოდიხარო ახალი სამრეცხაო აუ იაპონურიო აუ და ჩვენს ეხა დაგვენ და წაგვიყვანი აბა გვაჩვენ ეხა ჭუჭყიანია მანქანა მოულელია დედაჩემის უჩხუბობდა სულ აფიშები რაღაცები იდო ამ მანქანაში და ეხა ქორწილში რაღაცა გარეცხილი მანქანით და წავედით. კარებებიო აბა გვითხრა წესიერად დაკეტეთ ყველაფერი და მოემზადეთ და მივედით ჩააგდეს ეს მანეთიანი ეს რკინის მანეთიანი ჩააგდო მახსოვს და აბა დაჯდა დაკეტეთ კარები კი და აბა ეხა და რაღაც ესეთი რელსი იყო და იმ რელსზე უნდა შემდგარიყავი. ის რომ მანქანა თვითონ ბორბალი უნდა შემდგარიყო და მე თავისით პროგრამა იყო და მიყავდი. შევდექით ეხა ამ რელსზე. და შევედით ეს ჯაგრისები არის რამხელა, ნუ ერთი ოთახი და ეს ტრიალე ესე შევედით და უცებ შხლო და შემოვარდა წყალი. წყალი შემოვარდა და რა ხდება, იცი რომ ვიხრჩობით, კაცო.
აი ესე და რა ხდება და მამაჩემი ასიგნალებს გააჩერეთ რა უნდა გააჩერო ეს პროგრამაა ესე და ეს ისა წყალი და ესე და ფეხები სუსველები ვართ აბსოლუტურად იმიტომ რომ შემოსხმულია ქორწილში მივდივართ სულ შემოსხმული და აი ეს ფეხები აწეული მაგრამ წყალი დგას შიგნით და ეს ჯაგრისები და მივედით გადამთავრდა ეხა 3 წუთიანი თუ 2 წუთიანი პროგრამა და მივედით და აუჩი ასიგნალებს რომ გააჩერეთ იმას ვიღაცაზე უნმა ვინ არის იქ არავინ არ არის ის არის მარტო ეს რაღაცა სისტემა თავის ტაკეტი და გააჩერეთო და გადმოვიდა მანქანა ბიჭი დგას ეხა იქ ვიღაც მომსახურე პერსონალი და ეს ბიჭი ესე ხურავს და აუჩი სუსველი რაკენი კაცო იმას ეჩხუბება რაკენი კაცო რო გიყვიროდი რატო გააჩერეთ იმ ბიჭმა მე რა შუაში ვარ არ ეთქმა კარები დაგჭო თან ფანჯრი იგი რო ჩაჯდა კარები არ დაკეტა ხო ჩააგდო ეს მანეთიანი და ჩაჯდა და ეს მოხურა რა კარები და კარები მაშინ ესე ხო რაღაცნაირად ეს მთელი წყალი ნუ დედა ჩემი ისტერიკაში მე გაწუწული თმებით მამა ჩემი რა ეს რა გვიქენი გაჩხუბება იმ ბიჭს რომ ხო გისიგნალებდიო რა თუ არ გააჩერე საწამოდით არ გადამრიო სველები სულ სად უნდა წავსულიყო მამა ჩემი ზუსველი კოსტუმია ყველაფრიანად პიჯაკია ყველაფრიანად ეგეთი მოგონებებია რომ აცოცხლებს და ეს წარმოიდგინე ნუ ეს ხო ამაჩემს და დამართნოდა მხოლოდ ეხლა სხვანაირად უძაფო ჩურჩხელა სუთი ფაუერი ასეთი ძალიან კარგი პაკეტებში პატარ-პატარა კუბიკები და არის ბროწეულის ჩურჩხელა ოი რა სამა არის შოკოლადის ჩურჩხელა არის ყურძნის ჩურჩხელა ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ვართ ბროწეულის ჩურჩხელით ჩემი საყვარელი და ბროწეულებია შიგნით არა ჩურჩხელა ბროწეულის წვენი ბროწეულის წვენში არის ამოვლებული ნიგოზი და ხილი და ნუში და პატარ-პატარა კუბი ჩათვალეთ ჩვეულებრივ ჩურჩხელა დაჭრილ მდგომარეობაში და ძაფი არ აქვს დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს სუთი ფაუერს შეგიძლიათ შეიძინოთ კი ბატონო ყველა მარკეტში და რაც თავარია ტრანსპორტირებისთვის არის იდეალური საჩუქრადაც გადასარევია და უცხოელისთვის ხო უცხოელისთვის და ვეგანურია ძაფი არა აქვს აი წარმოიდგინე აი ჩვენგან საჩუქრად აქეთ დავდებ რომ მანახე ერთი წუთი შევხედო დედა გინდები ესეთ რაღაცები მეგოს ჩურჩხელის გემოს რაც მთავარია ხო არა ფელამუშსაც ვაკეთებ ხოლმე ხო ესეთი გურმანი ვარ მაგრამ ეხა ცოტა შემაწუხა ჯანმრთელობამ და აუ ფელამუში არის იდეალური რამე გიჟდები ვაკეთებ სულ ვაკეთებ ფელამუში ოღონდ არა თათარა ხო ხო ფელამუში მე ფელამუში მირჩევნია შეიძლება აღმოსავლელები გაგვიბრაზდნენ ახლა მაგრამ ნუ ვის როგორ ახლა გემრიელი ყველაფერი კარგია ერთი კეთება ჭადის ფქვილით მუჭადის კი არა ჭადის ფქვილით და ის თათარა კიდე პურის ფქვილით ვეღარ ვიცი მართლა პირველები ავ ის ის სხვანაირია რა ქვია ძალიან საინტერესოა გემრიელი ორი რა თქმა უნდა ჩურჩხელარით იკეთება ფელამუში თუ თათარით ნუ გააჩნია ეხა ზოგი როგორ აკეთებს ზოგი როგორ აი ეს კი ნაღდი ქართული ბადაკი და აი ამბებით არის გამზადებული დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გემრიელია აი დავდოთ პაკეტი და შემდეგ მივთ კი ბატონო ახლა რაღაცა შეფასებასავით არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში რო ვთქვა თქვენი აზრი ქალბატონო ეკა თანამედროვე მამები როგორები არიან არ ვიცი თუ შეიცვალნენ უკეთესები თუ არიან რა შეცდომებს უშვებთ ისევ ალბათ იმ გადასახეთიდან როგორიც იყო ბატონი კუკური იცით რა თქმა უნდა ნუ თაობები იცვლება და რა თქმა უნდა მაგრამ გზნობა ერთია ეხა მამაშვილის მშობლის და შვილის გზნობა ერთია უბრალოდ გარემოა სამყაროა სხვა და ეხა მაშინ თუ მამაჩემს რა ვიცი მოვიდოდა და გაზეთს გაშლიდა კომუნისტს და წაიკითხავდა ეხლა რომ მოვა მამა ტელეფონი უჭირავს და აბა სად რა მოხდა მაგრამ მაშინ დელსა და ახლანდაშორის ხაობა ის არის ის გაზეთი როცა იქნებოდა სრულდებოდა წაიკითხავდა მაგრამ აი ეს სკროლვა არ სრულდება აბა ხო არა ტელეფონი ძალიან გუშლის შულებთან ურთიერთობას შეხებს კი ნამდვილად ესეა უკვე ასაკს აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა უკვე ყველა ასაკი ზის და ნუ აი დიდი პატარა მოხუცი ბავშვი ქალი ყველა ხოლმე სულ მინდოდა ამის თქმა მოვიწყდებოდა ხოლმე ნუ ერთ-ერთი პირველი იყო ავსტრალია რომელმაც თინეიჯერებში აკრძალა აბსოლუტურად სოციალური ქსელები მე ევროპამ ბევრმა ქვეყანამ იბაძა ახლა საბერძნეთი აპირებს მე მგონი მომავალი წლიდან 15 წლამდე თინეიჯერებს წვდომა ვერ ექნებათ სოციალურ ქსელებზე და
არ ვიცი ისეთი ბევრი უცნაური კანონი შემოიღეს ჩვენთან, ამაზეც თუ დაფიქრდებიან, ალბათ ურიგო არ იქნება. კი მშობელმა უნდა აკონტროლოს, ბუნებრივია, მაგრამ რაღაც დოზით თუ დაეხმარება. რა ძალიან რთო 15 წელი არის, ხა 7-8 წლის იყო ჩემი შვილი, რო უთხარი და მე პატარა კი აღარა ვარ, მომდა დავიძინო, მით რა უყარდა ძილი და მე უკვე დიდი ვარო და როცა მინდა მაშინ ამბავია ჩვენთვისაც დამტკივნეული. დავიძინებო. არა, ერთი კვირის წინ წავაშლევინე როგორც იქნა TikTok-ი და დღემდე მებუზღუნება ორივე 14 და 10 წლის ბიჭები მყავს და დღემდე მებუზღუნებიან, მაგრამ ნუ TikTok-ი საერთოდ ის კატასტროფა, ის კიდეც ალკი მიუღებელი რაღაცა. ყოველგვარი ცენზურა მოკლებულია. საშინელება. ბავშვს კი არა დასრულს არ უნდა კონდეს ტელეფონში შემდეგ. თქვენც ხართ ორი ვაჟის დედა, რაც ძალიან მახარებს, რჩევებსაც ბევრს გითხავთ. როგორია ორი ვაჟის დედობა? და მე გადავიდეთ თინეიჯერობაზე, ცალკე გითხოთ. როგორია, რა ვიცი, გავზარდე. იცით რა არის რთული არ იყვნენ რთულად გასაზრდელი შვილი რო გავაჩინეო, დენიც მაშინ ჩაქრაო, მაშინ დაიქცა 90-იანებს გულის. კი, მასე იყო 90-ში გავაჩინე პირველი შვილი ოქტომბერში და მახსოვს რომ აი ამას კი არ ვავჭარბებ, რამეს კი არ უმატებ და ესე. არ ვიცით. აი ესე რომ მახსოვს ესე მაგიდა იყო რაღაც სადაც ბავშვი შევიყვანე და ესე. აი ესე და ესე დავჯექი და ესე უყურებდი. და ჩაქრა შუქი და დავდე შანდალი. ხის შანდალი იყო როგორ მახსოვს სად არის. და აი ის შანდალი ენთო რამდენი წელი ენთო აღარ მახსოვს იმ ადგილას. იმაში რომ Forest Gump-ში წიგში რომ ერთხელ ვიეტნამში დაიწყო წვიმა და 6 თვე წვიმდა. აი ზუსტად ერთხელ ჩაქრა შუქი და აღარ მოსულა. ისე დასრულდა 90-იან წლებში რომ შუქი აღარ მოსულა. იცით რა არის მე არ მიყვარს ხოლმე უშუქობა ის ხო მაგრამ რა ვიცი გამოვძვერით მაგ მდგომარეობიდან ჩვენ მაინც ხა როგორ შეიძლება კიდე კარგად ავართ ჩვენი თაობა ხალხო 24 წელი 25 წელი ვიცხოვრე გაგანია კომუნიზმში გავიზარდე დავიბადე გავიზარდე რა ვიცი თინეიჯერობა იმ დროს გავატარე სტუდენტობა იმ პერიოდში გავატარე გავთხოვდი იმ პერიოდში და მერე უცებ ამოტრიალდა ყველაფერი და ამის შეგუება ყველაფრის მერე ხარ უზრუნველყოფილი დედა მამა ყველა და უცებ ხდება რომ უი პური არა გაქვს და პური არის პრობლემა რომ პური იყიდო სულ მე და ჩემი მეგობრები სულ ვიცინოდით ხოლმე ვიღაცა გვეტყოდა რომ თქვენ არ გინახავთ პური რო და ყვდებოდით სიცილით რომ მე რა სისულელეებს იწახის რა პური არ გვინახავს ნუ ეს ყველაფერი ხო პრობლემა იყო შიში იყო მე ქუჩაში ვერ გადიოდი მარტო ის ხო არ იყო ეხა პურის ხო შიშის გრძნობა რამდენჯერ აი ბავშვი ერთხელ მახსოვს პატარა მეჭირა სანდრო ალბათ წლის ნახევრის იყო და ვერაზე ჩემი დედამთილი და მამამთილი ცხოვრობდნენ ჩვენ საბურთალოზე ვცხოვრობ და იქ ვიყავი ვერაზე და რაღაცაზე გამოვედი და იქ ერთ-ერთ ადგილას სახლის წინ რაღაც აი მაშინ კოოპერატიული მაღაზიები იყო კომისიონებს რო საკოხო რაღაცა და უცხოეთიდან ჩამოდრე რაღაცაზე შევედი ბავშვით ხელში და უცებ შემოვარ და 1-4-5 ბიჭი მე ხა კი არ რამე დამიშავეს ან რაღაცა ხა ჩემთან რა უნდათ ბავშვით ვიდექი შეშინებული მაგრამ იქ ის ჩამოხსნეს ეს ყველაფერი ნუ ხა ხო სასაცილოა და ხო იტყვი რომ ნუ რაღაცა ან ტყუილიან ესე ჩემს თვალწინ ჩამოხსნეს ის აიღეს იქიდან აბა ფული აბა ისე და ჩვეულებრივად ჩაყარეს ის ულაგებდა ყველაფერს გამყიდველი ჩაუყარა ყველაფერი პარკებით რაღაცა გასართობი ჟუაჩკები რაღაცა კამფეტები რა ვიცი რაღაცა ჭრელა-ჭრულა რაღაცები და გაიტანეს მე დავდექი იმიტომ რომ შემეშინდა გასვლა და სანამ ესენი არ გავიდნენ ვიდექი ბავშვით და მე გავედი მეშინოდან. ეხლა რა ვიცი, ვიღაცა მოგიტრიალდეს რაღაცა. რამდენი იყო რომ ეგეთი პოსტა იყო? რამდენი იყო, რამდენიც გინდა. ის კონსტანტინე ბოხუარ იყო ექიმი, სრულიად შემთხვევით იოსებიძეზე მიდიოდა, რაღაც ყაჩაღობა მოხდა და მანქანაში იჯდა და მოხდა თქვა გარდაიცვალა. რამდენიც გინდა. უამრავი შემთხვევა იყო. და სხვათა შორის 2003 წელი იყო თუ 4 წელი რაღაც ნოტარიუსში ვიყავი, ადრე მოყოლილი მაქვს ძალიან სასაცილოდ მოვუყევი, მაგრამ ეხა კიდე მოვუყვები.
ნოტარიუსში ვარ რაღაც მანქანის საბუთებზე მისული. წერეთელზეა ეს ნოტარიუსი. ეს ის მანქანა ხო არ არის რო გარეცხეთ. არა. ხო და 2003-4 წელი ეს აღარ არის 4 ისა 90-იანები. და რაღაცები ესე გაყოფილი იყო ეს ნოტარიუსი და აქეთ შევედი და ქუჩის პირას ზუსტად დგას მანქანა ჩემი და 6-7 წლის ჩემი უმცროსი ბიჭი მიზის. კიდევ კაი რომ არ გადმოვიყვანე. და თან ჩქარობ რომ ის მანქანაში ზის რაღაცა და ესე დაყნობილი ვარ მაგიდაზე რაღაც საბუთს ეძებე. და ესე ვიღაცამ გამიკეთა ესე ყურზე რა რაღაც ცივი რაღაცა მომხვდა. ესე და მეთქი რაღაც ბავშვი ამოვიდა თქო ალბათ რაღაცა ვიფიქრე შევხედე ეს სიცილი და ესე რა შევხედე ეს იარაღი მადებს აქ და ნუ ვაიმე ეს რა იყო ღმერთო ჩავიკეცი და ვაიმე მეთქი ცუდათავარ მოიხსენიო მითხრა საყურები ნუ კარგი საყურებე კეთა და მოიხსენი საყურეს იმას ვიზავდი ხო მოიხსენი ეს ყველაფერი რომ გავედით იქ უკვე ესე მწკრივში იდგა ყველა დაახსნილი ამოღებული ჯანტები კარგად იყავითო თქოს გავიდნენ გადავკეტეს გარედან და წავიდნენ შუა პროსპექტზე და მახსოვს პირველი ვეცი ფანჯარას რომ ბავშვი და ბავშვი ზის ეხა კი ან რო არ ამოვიდა ან რაღაცა რა ვიცი აი ესე დღისით მზისით ზაფხულში და არც არავის გაუკვირდებოდა ჩაოლებრივი ამბავი ხო ნუ აი რა იყო ჩაოლებრივი ამბავი ხო და ეს ამდენი შიში ამდენი რაღაცა ამდენი რამე გვაქვს კაცო გადატანილი მე პირადად მახსოვს 82 წელს ვარ დაბადებული შავი ხიზილალა რო ქონდა სახში ეგეც მახსოვს მაგრამ მე უკვე 90-იანებში ის მახსოვს რომ შაქარია ქონა ხოლმე ჩაი რო დაგველია მაგრამ მაინც იმაზრზე ვარ და არ გამიბრაზდეთ რომ ღირდა ალბათ ეს ყველაფერი იმწამებად რაც გავიარეთ რომ აი ის საშინელებას მოვშორებოდ კი რა კი ვერ მოვიშორეთ რა თქმა უნდა ეხა მე საერთოდ არ მინდა არც პოლიტიკაზე თემაზე ლაპარაკი მაგრამ ეხა ჩემ შულებს რო უყვები რომ ჟუაჩკა არის შოვებოდა საღეჭი რეზინა უკაცრავად არა ის ჟუაჩკა 90-იანებში იყო ჟუაჩკა რო არის შოვებოდა 90-იანებს არ გიყვები მე გიყვები 80-იანებს და 70-იანებს ეხა და ბებია ჩემი რო ვეტყოდი ბებია რომელიც ყველაფერს მისრულებდა ბებია ჟუაჩკები მინდა რომ ვიყიდო და ისა შაბათკვირას ცირკთან ყიდიდნენ პედრო იყო მაშინ პედროს და რონალდოს და იქ თორე სხვაგან არ იყიდოდა ამას ეხა ჩემ შულს რო უყვები იცი ვერ გებულობს ვერანაირად საოცარი ფაქტი მოხდა წელი შეიძლება მეშლება ან 74 იყო ან 73 კანადის ჰოკეის ნაკრები იყო ჩამოსული რუსეთში და წუთნელმა პრესკონფერენციაზე თქვა რომ ამათი სპონსორი იყო ამ ნაკრების Bubblegum ეგეთი კომპანია იყო და გამოგვატანა ბევრი კევი და თამაშის მერე საჩუქრად დაგურიგოთ გულშემატკივარს იმდენი ხალხი მივიდა თამაში რომ ჭყლეტვის გამო დაიღუპა 50-მდე ადამიანი არ გახმაურდა ბუნებრივი რას გაახმაურებდნენ იმის გამო რომ საღეჭი რეზინი აეღოთ კომპანია ნემოარსებობს ქალბატონო ეკა ასეთი რომელსაც აქვს აბსოლუტურად ყველა ტიპის, ყველა შესაძლებლობის და ყველა სახეობის ტუმბოები, რომელიც საჭიროა აი ზუსტად 90-იანებში რომ გამწერებულები ვიყავი და წყალი რო არ მოდიო და უწყვეტი წყალმომარაგებისთვის არის საჭირო, ასევე არის საჭირო მორწყვისთვის, ბაღვენახებისთვის, ჭაბურღილებისთვის რომ როგორ საინტერესოა ჩემთვის ეგ ამბავი, ჭაბურღილი. თან ისეთი კომპანია აბსოლუტურად ნულიდან, სულ რო არ იცოდეს მომხარებელმა, ნულიდან ყველაფერს თავადვე აუხსნიან, შეარჩევენ, დაუმონტაჟებენ და მერე ჭიქასაც აგერ ღვინოც სახელობითი ღვინო ჩამოასხეს. და სად არის ეს? მართლა მაინტერესებს ეს ჭაბურღილის ამბავი. ერთი მაღაზია აქვთ. ელიავაზე და მეორე აქვთ. ელიავას ბაზრობის მეოთხე რიგი მარკეტი ნომერი 8. ვეფხისტყაოსნის ქუჩა არის იქ დიღომში. დიღომში. ხო. იქვე ცენტრში მოსახვევდა. და სახელობითი ღვინო ჩამოასხეს ამ ტუმბოები ვერ გამოგვატარეს, მაგრამ გამოგვატარეს არაჩვეულებრივი. ჩვენ მივაკითხავთ ტუმბოებზე ბატონო. ამაზე საკეთ დავდგა. აუ საოცარი ღვინოა მართლა. მართლა. კი. მეუღლეებს გავასიჭეთ, მოეწონათ. ძალიან კარგი. ხო და თუ შეიძლება თქვენი შვილების სანდროს და ვაჟას, რომელსაც მით უმეტეს თინეიჯერი ბავშვები და ჩვენთვის თვითმუნებრივია,
ბასტოს როგორი პერიოდი იყო თინეიჯერობა როგორ გადაიტანეს თქვენ როგორ გადაიტანეთ პრობლემები თუ იყო და იცით რა ეხა მაინც ბიჭები იყვნენ ქონდათ დავიანთი გაფრენები და ბასტო იყო ნამდვილი ხიფათიანიო ესე ამბობთ ერთ-ერთი კი იყო კი არა ძალიან ცელქი იყო ვაიმე არა სანდრო ძალიან ისეთი რაფინირებული ბავშვი იყო თავიდანვე ძალიან წესიერი ისეთი მოწესრიგებული და არ იყო ესე ცელქი და ესა კი რა თქმა უნდა ეხა ქონდა ეზოშიც დარბოდა ესე მაგრამ სანდრო რო პატარა მყავდა მაშინ ეხა ჩემი მეგობრებსაც ყავდათ შვილები და ეს დედები რო იძახდნენ ვაიმე ბავშვი აღარ ახსენოთ აღარ გვინდა გავგიჟდით არ იძინებს არ იმაშვება არ ჭამს და სულ ვიძახდი ვაიმე რა არის როგორ შეიძლება რატომ იძახიან ესე რა არის როგორ შეიძლება დედა შეიძლება ესე შეწუხდეს ბავშვით კაცო იმიტომ რომ სანდრო იყო აი რა გითხრათ რა რომ ყვები სულ გონიათ რომ რაღაცას ვაჭარბებ არ ვაჭარბებ ზედმეტად მოწესრიგებული. ვაიმე, წავიდოდა და იძინებდა ან შეჭამდა, როგორ პატარა იყო, გამოიღებდა მაცივიდან შეჭამდა. სკოლაში, ბაღში მარტო დადიოდა და სკოლაში მე არ მახსოვს, რომ ამდგარიყავი და დილით ჩაი თვითონ დალევდა, თვითონ ისე და ერთხელ მახსოვს ფანჯარასთან დგას და ავდექი ეს ბასტო პატა 6 წელია განსხვავდა გაგრას მაშინ დაიწყო სკოლაში სიარული სანდრომ და ავდექი რაღაცა და შუქი დავინახე სამზარეულოში და გამოვედი და ფანჯარასთან დგას და ესე იყურება ზემოთ სანდრო რა შვები მეთქი და უყურებო ხო ძალიან ბნელაო და როდის გათენდება რომ წავიდეო სკოლაში მოწესრიგებული ჩაცმული ჩაიდალია ყველაფერი აი ესეთი იყო და უცებ გაჩნდა ბასტო. ნუ ბასტოს ვეძახით ვაჟა გაჩნდა. ისეთი რომ აი ესე ხო ესე ხო ვთქვათ და გამისნა. აი ესე რომ მომხდებ თუ სადღაც ან იყო გადავარდნილი ან სადღაც ნუ აი რაღაცას ასწაულებს აკეთებდა. რო გამახსენდება ვაიმე და მე რეაქცია აღარ მქონდა და ჯერ ისე არ დამყავდა არსად თუ წავიყვანდი ეს კედლებზე ხო დადიოდა და მე რაღაცას ლაპარაკობდი ეკა მიაქციო ვაიმე მიაქციე ჩამოვარდება აი არაუშავს არ ჩამოვარდები იმიტომ რომ რეაქცია აღარ მქონდა და მეზობლები მეუბნებოდნენ რომ ესეო მარტო ეზოშიო როგორ უშვებდო რომ ხტებოდა პარკური თუ რაღაცა იყო მაშინ. პარკური უყვარდა ხო რა თქმა უნდა. ხო, საოცრები საკეთებდა. აი რატომ რომ მეორე შვილი ყოველთვის ეგეთი ამრევი? ჩემი შვილიც ეგეთი. ზუსტად რასაც თქვენ ყვებოდით ქალბატონო ეკა ასე მგონია რომ ჩემ გოგოებზე ყვებოდით. გოგოებიც ესეთები არიან. ორი და სხვაობა არის 7 წელი. თქვენთან 6 იყო, ჩვენთან 7 წელია. უფროსი აბსოლუტურად ზუსტად იგივე რაც სანდროს შემთხვევაში. არა, ნუ სანდრო იყო კაცი რო და რომელიც ახლა აგერ ჩვიდაძის დააფერადეს, არ არის ასეთი შვიდი რეალურად. ცოტა ხანში იქიდა. ხო. აი ზუსტად მოდი მაშინ ეს ამბავი კითხვა დავაქციოთ ქალბატონო ეკა. როცა არიან ბავშვები ესეთი ბრჭყალებში ამრევი, ნუ ეგეთია და უყვარს მოძრაობა. მაგრამ მშობლების ძალიან დიდი ნაწილი დაჯექი ეს არქნა, ის არქნა. ქვა არის რომ ბევრ აგრძალვას უწესებთ მოკლედ და კი. რამდენად მუშაობს, რამდენად ღირს საერთოდ ასეთი აქტიური შვილის შეზღუდვა და მე ვფიქრობ რომ ცუდი შედეგი შეიძლება მივიღოთ, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს. იცით რა არის? ეხა მე ესე მე არ მიყვარს რაღაცა ჭკუის სწავლებას, იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალურად ფიქრობ, ყველა ოჯახი აბსოლუტურად თავისი სამყაროა, ყველა ბავშვს თავისი სამყარო აქვს. მე ვერ გეტყვით რომ ესე მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ცოტა დრო მქონდა ხოლმე ბავშვებისთვის. და ხუმრობით ვამბობდი რომ ტელეფონით გავზარდე მეთქი რომ დავრეკავდი მაშინ ეხა ხაზის ტელეფონები იყო ნუ დედა ჩემი ძალიან მეხმარებოდა მიუხედავად იმისა რომ ფეხით კიოდა და ვერ გადიოდა სახლიდან უკვე ბოლოს ესე დავრეკავდი რაქნა და ის წერუ ყველაფერს მომიყვებოდა თავიდან ბოლომდე ამან ეს გააკეთა იმან ეს გააკეთა მაგრამ რა არის იცით მაინც თავისუფლად გავზარდე ორივე შვილი თავისუფლება მივეცი როცა გრძნობ რომ ბავშვი არ არის ცუდი, ნუ არ არის ისეთი, რომელიც აი ვთქვათ, ცუდად გამოიყენებს შენს აი ამ მიდგომას, მაშინ უნდა მისცე თავისუფლება. ალბათ ეგ შვილის ინტუიციაა. უნდა მისცე აუცილებლად, იმიტომ რომ მე არასოდეს არ შემიზღუდია ჩემი შვილები. რა თქმა უნდა, დღესაც თუ რაღაცა არ მომწონს, ვეუბნები, ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ ყველა.
მაგრამ ის ხო ვითომ არა, მაგრამ ის ილექება, არ არსებობს. ის მაინც ჩემს მიმართ და მშობლის მიმართ, ყოველ შემთხვევაში ჩემს შვილებს რომ მაინც რაღაცა ის ეგამ თქვა და ეგ უნდა იყოს კიდეც უპირობოდ ალბათ. და ასე მგონია რომ ზუსტად აი ეს თავისუფლებაში რო ზრდი სხვანაირი პატივისცემა უჩნდება შვილს. დამოუკიდებლობას ვარჩევდი, არ შეიძლება ვაიმე ესე არა, ვაიმე ისე არა. მე მით უმეტეს ახლა სანდრო უფრო სხვანაირი ტიპი იყო და მარტო უშვებდი მახსოვს სამეგრელოში, მარტო მიდიოდა ხოლმე და ერთხელ მახსოვს ავედი ვაცილებ და უკვე ამოღებული ქონდა რებუსი და დიდი კაცები იჯდა და ავსებდა და უკდებოდი სიცილი და რებუსს ავსებს უკვე ისეთი ტიპი იყო, დამოუკიდებლობა უნდა, იმიტომ რომ ის რომ შეც რაღაცა შეცდომას დაუშვებს, აუცილებლად იმ უნდა გაიაროს ეს ყველაფერი. მე არ მიყვარს ესე, ვაიმე ხელის გულზე. მიუხედავად რომ კი მეც ესე მზდიდა, ეხა ბებია ნაბულარაშვილი ვიყავი და არავის არ ეგონა დედაჩემ ერთ ისტორიას გეტყვით. ჩემი მეუღლე რომ მივიდა დედაჩემთან და ესე უთხრა რომ ეკაო და ესე დედაჩემი ძალიან ისეთი ქალი იყო. მაგიო არაფრის მაქნისი არ არის ჩემზე უთხრა. თქვენზე უთხრა. ჩემზე უთხრა. არაფრის მაქნისი არ არის, მაგას გამოაგდებენ. ისე რა ქვია, საბანი რომ გადაფერთხოსო აივნიდანო, გადაყვება თანო და რა ადგინდა ეგეთი ცოლიო. ხო და მე უცებ აღმოჩნდი ცალხელში ურომეჭირა. ხო. ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ თუ შეიძლება ბებორად განახსენეთ. ბევრჯერ მომიყოლია, მაგრამ არა უშავს. ეს ძალიან ორი დედის დედაც და მამის დედაც საოცარი ბებოები იყვნენ და უცებ მომინდა ერთხელაც პარლამენტს მიმართა მოკრეთ რომ სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეზე დავატესოთ ბებოს დღე რომ ის ერთი დღე მაინც გვახსოვდეს მივიდეთ და ბებოებს ჩავეხუტოთ. პარლამენტმა კი უარი მითხრა და ეგ ისე ოცნებად დამრჩა. მაგრამ თქვენი შვილიც სანდრო ბებოს გაზრდილია და ხშირად მასთან იძინებდა ხოლმე უნათქვამი გავს. თქვენც ბებოს გაზრდილი ხართ, ახლაც ბრძანეთ და იქნება გავთ ისეთი ბებოზე რაღაც მოგონება. შეიძლება ცრემლიც კი არა და ჯობია ცრემლსაც რომ მოგვანდეს რომ კიდევ ერთხელ გავახსენოთ რომ ბებო არის ერთ-ერთი უჯირი ფასესი ადამიანი. კი, აი საოცარი. ქართველი ბებო ალბათ განსაკუთრებით. სასწაულია. მე ორივე ბებია ძალიან მიყვარდა. დედის დედა და სულ ვამბობ თუ რამე ჩემში კარგია ისეთი და ჩემი დისციპლინა თუ საქმის მიმართ დამოკიდებულება, ოჯახი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, ეს არის დედაჩემის დედის ლიდა ბერულავას დამსახურება. იმიტომ რომ ისე რომ გამომხედავ თან მეგრელი ბებო? ერთს რო ესე გამომხედავ და უკვე ვიცოდი რა უნდოდა. მეორე ბებია მათამამებდა. და როგორც არის და მაგრამ ბებოსგან ძალიან ბევრ რამეს გიждდებოდი, ისე მიყვარდა და ძალიან ბევრ რამეს ვწავლობდი და ეს ჩემი ბებია ვერა ბოლქვაძე ყურში არ ესმოდა ბოლოს და მეზარებოდა ხოლმე ხა თინეიჯერი წარმოიდგინე ბებიას არ ესმის და ხელებით ველაპარაკებოდი ხოლმე და ის 85 წლის ვერიჩკა, აი ეს რა გინდა ბებია? ხო. წყალი მომიტანე რა, ვეთყოდი ეს. წყალი. და იცოდე წყალი პირის მოძრაობით არტიკულაციით წყალი გინდა? ხო. ეხლავე და გაიქცეოდეს. ამხელა ქალი და მომიტანდა წყალს. და ეხლა რომ ვიხსენებ ეხა ზოგი მიუნება, ეკა როგორ ეუბნებოდ. არა, ეს იყო ჩემი და ის იყო ბედნიერი. აი დარწმუნებული ვარ რომ ეგრე იყავი ბებიები გავაკეთებ. ხო, არადგე. და ერთხელ აი ესე თუგად ვაიმე რაღაცა სკოლაში ცუდად ხარ და დედაჩემი რა ცუდად ხარ წადი სკოლაში რომ ეთქოთ ცუდად არის ბავშვი კაცო და ანებეთ თავი დაწექი ბებო გენაცვალოს და არ ჭამს არაფერს არ ჭამს. პრობლემა იყო არ ჭამს არაფერს. ყველა ბების ტკივილი. ეკა როგორ არის რომ ეკეთებ უჭმელია. ამ დროს არ იყავით უჭმელი. არა, არ დიდათ არ მიყვარდა ჭამა, მაგრამ ეს უჭმელობა იყო, რა ვიცი, ეს მისი ტრაგედია, რომ ეკა არის უჭმელი. ხო და ქალბატონო ეკა ერთი კარგი საჩუქარი კიდევ გვაქვს. ოჩახლადო. შუა საუკუნეებში თუ ხართ რამ ყოფი ამ საჩუქრის დროს ამ კიო რო გითხრა სადბიდი ხარ მე. შუა საუკუნეებში. არა ვარ. დარწმუნებული ვარ ინტერესი მაინც გიქნებოდა როგორი იყო შუა საუკუნეებში. რა თქმა უნდა. ხო და შალვა ნუცობიძის 77 ნომერში არის ასეთი ძალიან მაგარი ბარ-რესტორანი დიდგორი,
რომელმაც თქვენთან გამოგვატანა 500 ლარიანი ვაუჩერი. დედა შეგიძლიათ მიბრძანდეთ თქვენ ვაჟზე. საოცარი ქართული სამზარეულო. ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად და თუ უჭმელი ხართ დამწნეთ, იქ შესვლისას თეორიული შანსი არ არის რომ უჭმელი იყოს. ჩემ და საუბედუროთ, როცა ჭამა არ იყო საჭირო, მაშინ დავიწყე ჭამა და ბავშვობაში ამჯამდი. ესე იგი, სასწაული სამზარეულო აქვს ქართული გემრიელი კერძები. და ნუ გარემოა შესაბამისეთი რომ და გარემო ახ შუა საუკუნეები რა დავიწყე. ძველ სტილშია გაკეთებული, აი შუა საუკუნეების სტილია და მართლა გონია რომ შუა კვების დროს და შუა ჭამის დროს დიდგორის ბრძოლაში მოხვდები და ნუ დიდგორიც ქვია შესაბამისად და დედა დიდი მადლობა როგორ შეწუხდით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ეხლა მე გაგიმხელ ერთ საიდუმლოს აპრილის თვეში ხდები ბებია აჰა უი რა მაგარი რა მაგარია როდის რა ვიცი აპრილის თვეში ხო ახლა მე რა კალი გითხარ რა კალი გითხარ დავსი რა მაგარი ამბავია ხო და ნუ ეხლა წარმოიდგინე რა ვიცი გიჟი ვიყავი დედაც ცოლიც შვილიც არანორმალურად ის ვიყავი ყურადღებიანი ყველას მიმართ რა ვიცი ყოველ შემთხვევაში ესე ვთვლიდი ხო და რა ვიცი ბებიაც ალბათ რაღაც არანორმალური ხო და აი ზუსტად წარმოიდგინე აა ძალიან მაგარია ბებიობა მალე სქესი იცით კი ამბობენ და რა ვიცი ჯერ არ ვამბობ ო მეც არ მინდოდა და არ ვამბობდი ბოლომდე მინდოდა საიდუმლოდ და სიურპრიზად ყოფილიყო სხვებისთვის მოკლედ 77 ნომერ ნუცუბიძე 77 ზეთონში დედა ძალიან დიდი მადლობა ძალიან შეწუხდი ეხლა რომ ამხელა რაღაცა არა პირიქით ჩვენ მეგობრები მადლობლები არიან რომ თქვენ უბრძანდებით და ჩვენს ისა ლიმიტი როდემდეა როცა გაგიხარდება შეგიძლიათ მართლა კი და მე მომწონს ვაუჩერის ნომერი დიდგორი ხო ქვია ეს და 1121 აჰა სიმბოლურია ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ძალიან შეწუხდით, კაცო გადავირიე, მე არა ვარ ამის კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს მეგობრებს და ერთი წამით მიშოს სქესი ახსენეთ და ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რომ სამი გოგო ყავდა მამა თქვენს. კი. დღემდე არის ჩვენს კულტურაში თუ ჩვენს ტრადიცია არ ვიცი რომ ყველა ცდილობს რა ბიჭი. მამას თუ ქონდა ამაზე რეაქცია დარწმუნებული ვარ სამეგობროსგან ექნებოდა რომ აი ბიჭი რო არ აკავს და რაღაცა ეგეთები ვითომ ხუმრობით რო ამბობენ. მაშინ გეტყვით ახლა მე არ ვიცი რა რაღაცა 10 წლის შემდეგ შემთხვევით ვარ მოვლენილი ამ ქვეყანას. ხო, ნუ ეხა 10 წელი რო გავა, ხო იცით, არც უფიქრიათ ორი გოგო ყავდათ და რაღაც მოხდა ისე რომ გავჩნდი. და მახსოვს და სხვათა შორის მედიკო ლორსკიფანიძე თუ გახსოვთ ჩეცოდოში ბებიას მის თამაშობდა. მედიკო იყო მამას მსახიობი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სახალხო თეატრში და მაკედან ბებია იყო. მაკედან ეხა მედიკოს ხელში გავიზარდე და სულ მაგას მეუნებოდა. ეკა შენ რო ჩდებოდი, ჩვენო რეპეტიცია გქონდაო, ღამე იყო და გუგურიმო სახში დარეკავთ რაღაცა და უთხრესო რომ ეთერი წაიყვანესო და ესე ნერვიულობდაო რომ ვეუბნებით უკაცო წადიო და არ მინდა არავნერ მაშინ არ იყო ეხა ეს სქესების გოგო იქნება ვიცი მაინც გოგო იქნება და არ მინდა ვიცხდაო და ორი გოგო ჩემი დები მაშინ ეხა 70-იან წლების ბოლოა და ერთი და გაიპარა მოიტაცეს რაღაცა ესე და ერთ 3-4 თვეში მეორედაც ესე მიყვა. მე ვარ პატარა 8 წლის. და მამას რო ურეკავდნენ, ეკითხებოდნენ, ნახე ერთი ეკა წეებს ლოგიში, სახლში, აში ნახე ერთი. და რა მახსოვს, ჩემი და რო გაიპარა, მე ესეთი ეშმაკი ბავშვი ვიყავი ძალიან, არა კუნჩხა ესეთი და ჩემა და მითხრა მე 8 წლის ასაკში რომ ესე ვიპარები, ხო და არავის არ უთხრაო. მითხრა და მეც ეს შევინახე საიდუმლო წარმოიდგინე ხა მე მაგალითად ვერ ვეტყოდი 8 წლის ბავშვს რომ ვიპარებ. და ანუ ოჯახმა რო არ იცოდა რა ხდებოდა? არ იცოდა და ღამე დავწექი და გავაცილე. მატარებლით სოჩა იყო მაშინ ძალიან მოდაში და მატარებლით სოჩაში მიდიან და გავაცლი მე ბავშვი ვიყარ 8 წლის და დამაწვინეს დამაძინეს და შუაღამისას მეღვიძება მამა ჩემის გინებაზე რომ კაცი არის ისეთი მეორე გოგო გაეპარა 3 თვეში და კაცისთვის როგორია ერთი გოგო მეორე გოგო რაღაც თან პატარა ასაკში 19-20 წლები და მამა ჩემის ყვირილი მესმის და გავიღვიძე შეშინებულმა
და მამა ჩემი ყვირის, ვინც გოგო გააჩინოს? ვინც გოგო გააჩინოს ყვირის? ასე რომ ესეთი ისტორიები იყო ჩვენ ოჯახში გოგოებთან დაკავშირებით. სულ ბებია ჩემი, დედა ჩემის, ჩვენ სამნი. 5 ქალი ვიყავით და 1 მამა ჩემი. ერთხელ შემოდის გვიანა საღამოს და მაშინ ხო ვრემას შემდეგ იყო ქართული კინო თუ გადიოდა, უნდა გეყურებინებ თუ 1000 ერთხელ გადიოდა ქართული კინო და ისყედით ყველა, მეც პატარა ვარ ახლა და ბაშია ჩუკი გადის. და ხა მამა ჩემი შემოდის, იტალიურ ეზოში ცხოვრობს და შემოდის და მთელი ოჯახი ვსხედვარ და უყურებთ. თქონდა და არ მიუქცევია ყურადღება და ვძივარ და აი ესე ბებია ჩემი მოთქვამს, დედა ჩემი მოთქვამს ყველანი და მამა ჩემი შემოდის რა მოხდა მითხარით ვინ მოკვდა. ბაშია ჩუკზე ვიცხედით და ვტიროდით. ასეთი ახალგაზრდობა გქონდა ჩვენ და ბავშვობა. ქალბატონო, ჩეცო დაახსენეთ და მაგის გარეშე ბუნებრივია ჩვენი საუბარი ვერ ჩაევლიდა და არ ვიცი პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან საშინელი დედამთილი იყავით მოკლედ. ხო, კაცო, ვიყავი რა იყო. ყველაზე ცუდი ის არის რომ რეალობა იყო ის და მართლა არსებობენ ესეთი ადამიანები. თქვენ როგორი დედამთილი ხართ? ან იქნებით ხართ, ორივე შვილს მეუღლეები ყავთ და ძალიან კარგი და მე სულ ერთ რამეს ვიტყვი. ხმამაღლა ერთხელ თქვი და ეხაც გავიმეორებ, რომ დავდი მე ყოველთვის იცით როგორი რაღაცაა, ეხა დედა შვილური მშობლის ისა, კაი ბატონო, ვასწავლეთ შვილს, დადგა გზაზე, გავზარდეთ, რაღაცა კაცად ჩამოყალიბდა რაღაცა და უკვე დადგა დრო რომ მეგობარი იპოვოს თავისი მთელი ცხოვრება ვისთანაც ერთად უნდა გაატაროს და უცებ შიშმა ამიტანა რომ ვაიმე თურმე მთავარი კიდე წინ მაქვს რომ მეგონა რომ ინსტიტუტი დაამთავრა ის დაამთავრა ეს დაამთავრა და თურმე ეს ძალიან დიდი რაღაცაა ცხოვრებაში და მე ბედნიერი ვარ რომ დღეს ჩემ შვილებს ყავთ თავიანთი გულის სწორი, ვინც უყვართ, ვისთანაც ერთად ბედნიერად გრძნობენ თავს და რა ვიცი, მეც მათი მონამორჩილი ვარ, ამას რო უყურებ, რომ ჩემი შვილი, ვისაც უყვარს ესე. ამაზე სასიამოვნო რა არის მითხარი, რა ბედნიერება, რომ ხედავ, რომ ადამიანს უყვარს შენი შვილი. რა თქმა უნდა, შენი შვილსაც უყვარს ის და ერთმანეთს უვლიან, პატრონობენ, ეფერებიან. და ცხოვრობენ. ამაზე დიდი ბედნიერება არ არის. აი, რა ვიცი, შვილი ისეთი რამეა, იქ თავდება ყველაფერი. ისევ შეცდას მინდა დაუბრუნდე ის დედამთილი, რომელიც როგორც მიშოვთქო, მართლა სამწუხარო რეალობა რო ძალიან ხშირია. ხო, აი არ ვიცი, ეხა ვერ გეტყვით რომ მე ესე შემხვედრია ეგეთი დედამთილები. კი, არიან ისეთი ქალები, ცუდი ქალები, ცუდი ქვია ამას, მაგრამ ხანდახან მეც ვწუხდებოდი, კაცო, ეს ისეთი რაღაცები ეწერდა, ვფიქრობდი, დედა, ამას რატომ იწერდა, არ მინდა ამისი თქმა. მაგრამ ვიწევდა და როცა იყო ხოლმე ხა ხო კასტინგზე ვმუშაობდი და ამდენი ზოგი ცუდი პერსონაჟი იყო, ზოგი კარგი, ზოგი კეთილი, ზოგი ბოროტი და ზოგი ასეთი და ზოგი ისეთი და არის ხოლმე მსახიობებს ბევრს აქ ხოლმე ეს თვისება, რომ ვიმე არა ცუდს ვერ ვითამაშებ ხა, ცუდი არ მინდა და სულ ვეუბნებოდი ხალხნო, ჩემზე ცუდი ადამიანი ამ სერიალში არავის არ უთამაშია. რა იყო მოთხარი ითამაშეთ ცუდიც, კარგიც, რა ვიცი, კეთილიც მითამაშია, ესეთიც მითამაშია, მაგრამ იქ ძალიან ისეთი ვიყავი დაუნდობელი. კი, ნამდვილად იყავი. დაუნდობელი საოცარი. მაგრამ ჩემი აზრით საჭიროა ესეთმა პოპულარულმა სერიალმა უნდა გააშიშვლოს ის ჩვენი პრობლემა, რაც დგას. რა თქმა უნდა, კი. და ძალიან საჭირო იყო და ძალიან ბევრ პრობლემებს აშიშვლებდა. კი, ძალიან ბევრი პრობლემა გაშიშვლდა. მართალი იყო. კი, ეხა ბევრი მეუბნება, რომ გინება და ის ხო იყო გინება, მაგრამ არ არის რეალობა, არ ხდება. ხალხო, დღეს ეხა ძალიან მწუხვარ ამას რომ ვიძახი. ძალიან მიყვარს ახალგაზრდები და ბედნიერი ვარ, რომ დღეს უნივერსიტეტში რაღაცა ურთიერთობა მაქვს ამ ახალგაზრდებთან და მაქვს მათთან კავშირი. ჩემს ახალგაზრდა მსახიობებთან, მომავალ მსახიობებთან. მაგრამ გამარჯობას ეუბნებიან ისეთი სიტყვით ერთმანეთს. გამარჯობა შე რაღაცა. სად არის ის ისა?
რაღაცა ისეთი სიტყვებით, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვეულებრივი. სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ხო გესმის. ერთხელ მახსოვს, აი რადგან ეხა მშობლებზე და შვილებზეა ლაპარაკი. ისე მე არ ვიცი მაშინ ეხა რა მეც ახალგაზრდა პატარა გოგო ვიყავი, დედა რო გავხდე. და მაშინ წარმოიდგინეთ 90-იანებში ქუჩაში რა ხდებოდა და რა გინება და რა ჩხუბი და რა კლა ერთმანეთის და განუკითხაობა იყო და ესე სანდრო მიმყავს პატარა 3-4 წლის არის. ხო და ესე მიმყავს და ქუჩაში რაღაცა ჯგუფი დგას ბიჭების. და ნუ იგინებიან ისე არ ვიცი ვინმე საგინა აღარ მახსოვს, მაგრამ ნუ აი საშინლად ყველა ერთნაირად იგინება. და სანდრო შეეშინდა, მეც ცოტა შევწუხდი და გავჩერდი ესე და აი ნახე ხა მე უთხარი მოусმინე მეთქი და შეშინებული თვალებით მოусმინე კარგად მეთქი და დავაყენე და ბავშვს ვასმენინე საშინელი და ეხა და რომ წამოვედით მოგეწონა და არა მითხრა და მართლა ისე გაიზარდა რომ ჩემი მეგობრები პატარა რო იყო მაშინ აბა სანდრო შეიგინე ბავშვებს რო ეუნებია ხო და არა იძახდა ხოლმე ეგ ცუდი ვის უბრალოდ ბავშვები რო იგინებია რო გვიხარია ხო ეს დედა შეაგინე და ხო არა ეხლა უკვე მე მგონი ეხლა იმდენად აღარ არის ჩვენ ბავშვებში უფრო იყო მიშო ეს რაღაცა ის კომუნისტური გადმონაშთი პასპორტი მაჩვენე და ის კი ჩვენ ბავშვობაში იყო დაწანჯული ვყავდი ბაბუაჩეს ეგ რა იყო სოფელშიო ჩავიდოდი პირველი იყო პასპორტი მაჩვენე პასპორტი მაჩვენე რა უბედურება და ხუთმანეთს გაჩუქებ ხუთმანეთი ცუდი არ იყო ხოლმე მაშინ თული იყო და წარმოიდგინეთ ახლა კაცო საცხოვრობდით რა იყო ეს რა იყო კინო უნდა გენახა პრემია შემდეგ და ისიც უნდა სკოლაში მე მაძინებდნენ რომ დილით ვერ ადგები და ვერ წახვალ სკოლაში პრემია რო იყო ეს საინფორმაციო გადაცემა მე უშვებდნენ მხატვრულ ფილმს საათნახევარი მიდიოდა და ისიც ომზე და უბედურებაზე უნდა გეყურებინა სხვა არ იყო ქალბატონო ეკა აუცილებლად მინდა გკითხოთ ასევე სასწაულად მაგარ სპექტაკლზე ქალები სადაც ცოლებმა გაგვიშვეს ჩვენ. კი, ცოლებმა დაუწერან ჩაწერამდე კი ვისაუბრეთ ამაზე, მართლა აი ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლია, სადაც ყველა ხართ ბრწყინვალე. ოღონდ იმიტომ არ ვამბობთ მაგას, რომ აქა ვართ. რა თქმა უნდა. საერთოდ არ ქონდა ის ბედნიერება, რომ ახლოს გვენახა ქალბატონიკა, ცალკე გვისაუბრია ჩვენ მაგაზე რა. კი, და არაერთხელ. არ გკითხავთ სპექტაკლის შესახებ. გკითხავთ ბულინგზე, რომელიც რაღაცა პერიოდში ამ სპექტაკლში შესრულებულ თქვენ როლს მოყვა. ხო, რა ვიცი, რა იყო ეს რა. ჩემდა არ ვიცი, ვერ გეტყვი. რომელიც გაუაზრებელი იყო პირდაპირ. ხო, გაუაზრებელი იყო, თან სუდად იყო გადაღებული. რაღაცა ქვემოდან იყო, ეხლა მე არ ვიტყვი რომ ტანწერწეტა გოგო ვარ და მეცეკვა, მაგრამ კიდე ამას რო დაამახინჯებ კიდე და სხვანაირად სხვა რაკურსით გადაიღებ უშნოთ რო გამოჩდეს სხეული და ნუ ეხა ხო გასაგებია ეხა დახედა ვიღაცა მარც უნახავს არც ის ეკა იცის არც ის სპექტაკლი იცის არაფერი და არ მოეწონა ვიღაცას მსუქანი ქალი რო და დადანდალებს ესე სცენაზე არ მოეწონათ და მესმის რო დაწერეს მაგრამ აი ესეთი საერთოდ არა ვარ მომხრე მსგავსი რაღაცა კომენტარების რა, აი დაუნდობელი კომენტარების. არ შეიძლება ერთმანეთს გული ვატკინოთ ესე. არ შეიძლება ადამიანს ესე გული ატკინო. მე ჩემ თავზე არ ვიძახი ამას, მე ეს გადავხარშე, მაგრამ არ ჩერდებოდა ეგ იყო, რომ კაი ერთხელ ნახეთ ბატონო, გაზიარება ქონდა უამრავი, 1000-ობით გაზიარება ქონდა კაცო. და ვიძახდი სხვა საქმე არაფერი არა აქვს ამ ხალხს, რომ რაღაცა გაიხედეთ რა ხდება ეხა ჩემი ცეკვა ის არა ქვია ქვეყნის თავარი პრობლემა არ გაჩერდნენ იმიტომ რომ არ მინდა საერთოდ ლაპარაკი ეხა დღესაც კი ვხედავთ რა ხდება ხო ერთი ეხა დღეს ჩემ ასისტენტს ვეუბნებოდი ნეტან შემდეგი ვინ იქნება რიგში დგას ერთი მერე მეორეს გალანძღავენ მერე მესამეს ჩადებენ რასაც ქვია მიწაში ხო და არ შეიძლება ესე არა რა ვიცი მე მაქვს ხოლმე იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული ადამიანი ვარ არა ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ ვიღაცას გული არ ვატკინო მე მირჩევნია მე მეტკინოს ვიდრე ვინმეს გული ვატკინო და მე ის ღამე ვიფიქრო რომ ვაიმე რაღაცა ვერ ვთქვი ისე ხანდახან არის ეხა ქალი ვარ გურული ვარ და მეგრელის ნაჯვარი ვარ და ეხა რაღაცა ცოტა
მაქვს რაღაცა გადახრები ენის მხრივ. ხო და რაღაცა გურულად შეიძლება ვთქვა და რაღაცა, მაგრამ იმდენად თავს ვიყავებ, რომ ვიღაცას ეს არ მოხდეს ცუდად. მე რამდენჯერ მქონია, რომ ვაიმე ეს რაღაცა უტაქტოდ ვთქვი, ან გული ხო არ ვატკინე და ბოდიში მithქვამს თუ რაღაცა გაწყენი. როგორ შეიძლება ესე, მაგრამ ეტყობა დრო მოიტანა ეს ყველაფერი. მე ჩემ თავზე არ ვფიქრობდი მაშინ, როცა ეს ტრიალებდა. მე ვფიქრობდი ჩემ შვილებზე, მე ვფიქრობდი ჩემ ბიჭებზე. რომ დედაზე რო ასე უწერენ, განვიცადე რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მყავს ეჭვიანი ქმარი, მე ჩემი ქმარის გვერდში მიდგას ყველანაირად და ჩემზე უკეთესი იუმორი აქვს, ისიც გურულია და ჩემზე უკეთესი ხასიათი აქვს. და მახსოვს, ვიტყვი ამას შეიძლება. რა თქმა უნდა. რომ მოვედი, გავიდა ერთი დღე, არაფერი არ ვთქვი, გავიდა მეორე დღე, ტრიალებ, რო იტყვიან ახლა ცუდად ვიტყვი, დამათრევენ ამ ვიდეოთი ყველგან. და სახში შემოვედი, საღამოა და უკვე ძალიან გაბრაზებული ვარ რა. და თან არც არაფერს არ ვწერ და ყველას ვამბობ არ დაწეროთ. ეხლა რა უნდა დავწერო, რა უნდა უნდა. აი რომ თავი რაზე უნდა იმართლო რა უნდა მიმართლო ეხლა, ხო? ხო და ჩემო მეღულემ გამიღო კარები და რა იყო და მითხარ ნერვები მაქვს მეთქი მოშლილი კაცო ესე ეს ვიდეო ხო კაცო მირეკავენო და მეუბნებიანო ეხლა ჩემი მეუღლე დიდი ტელეფონის ის არ არის ეხლა Facebook-ში შევიდეს და რა მირეკავენ და ისო ეკა არისო მეკითხებიანო რაღაცეებსო და მართალი რა ხდება ერთი მაჩვენეო მითხრა და მე გააბრაზებული აი მე ვთხარი მოდი დაჯექი აგერ და ეხლა ფიქრობ რომ გავხსნი ახლა ამას და აუ დაიწყებს გინებას კაცებმა როგორც იცია ხო იცით და გავხსენი ეს და ვაჩვენებ და უყურებს და ეკა ხო გითხარი გახდითქო პირველი და მე შევხედე და მართლა 20 კილო მაქვს მომატებული და მე რა იყო არა რომ გამხდარი ხა სხვანაირად მეუბნება რომ ის არ მოეწონა თორე ის რას წერდა იმაზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა ხო იყო ახლა ეგ კი რა თქმა უნდა და მე გავბრაზდრო როგორ არ გაბრაზდა და ხო გითხარი ეკა გახდით ხო და ძალიან ისეთი მტკივნეული იყო რა თქმა უნდა როგორ არ იყო ვითომ ვიწყნარებდი თავს და რაღაცა მაგრამ მაინც ბიჭებთან ძალიან ისეთი მორიდებული ვიყავი მაშინ რომ ესე მოხდა და ანუ რატო დავსვი ეს კითხვა რომ ახლა თქვენ ხართ შემდგარი პროფესიონალი მსახიობის დასრული ადამიანი და გაუძელეთ ამბულინგს. რამდენი თქვა ახალგაზრდა შეიძლება გახდეს ამბულინგის გამო არ ხო საშინელი და აი რატო ვიწყებთ რატო ვქოლავთ ადამიანებს იმის გამო რომ კლავიატურაზე რაღაცას დაწერენ და თავისივე დაწერილი 5 წუთში აღარ ახსოვთ და ამ დაწერილის გამო ვიღაცამ შეიძლება ძალიან დიდი ტრაგედია დაატრიალოს არ შეიძლება არავით არ შემთხვევაში მე ისე გული მტკივა ხოლმე რაღაცას რომ ვკითხულობ აი იმიტომ კი არა კიდევ ამბობ რომ რაღაცა განსხვავებული ბუნება მაქვს და არა რა ვიცი ეტყობა ესე გავიზარდე მე და არ ვიცი ეს წარმოუდგენელია ჩემთვის ადამიანს დაუწერო ფუფ რას გევხარ აბარასტი სხვაზე არაფერზე არა მაქვს მარტო მხოლოდ აი ეს ფუფ რას გევხარ რომ დაუწერო კაცო ნამდვილად არის წარმოუდგენელი რაღაც ესეთი რამე რა როგორ შეიძლება და რაღაცა ცოტა უნდა ვიყოთ ცოტა რა არ ვიცი შეიძლება ეს ახალი რაღაცა ხილია ეს გადარია სოციალურ მაქსიმუმში სასწაულია ნუ არ შეიძლება არ შეიძლება მე იცის არ იცის უნდა იმიტომ რომ ყველა თელი დღე ტელეფონი და ის შემოვა ახლა ის დაემატა რომ ყველაფრის ექსპერტი გახდა იმიტომ რომ ChatGPT-ს ეკითხებიან აზრს ის რასაც დაუწერს გადმოაკოპირებენ და ყველა პოლიტიკოსი ხო ხორმოზის სრუტე ჩვენზე კარგად არავინ არ იცის ირანის კონფლიქტი ჩვენზე კარგად არავინ არ იცის აი წეღა რომ მოგიყევით ქალბატონო ეკა ის ბებიის დღე რო ხო ეს გაგურავ ეს ტალახში კიდევ კაიმე 2-3 დღე ვიყავი პროგრამაში ოღონდ მართლა მოვკვდი მე პატარა რაღაცაა შემიძლია ისეთი ვინერვიულო 2-3 ღამე არ მეძინა, იმიტომ რომ ამის გამო როგორ შეიძლება და ვიღაცა ესე იგინებინა და დავეწყევლე, მაგრამ სახე და რატო ბებიას დღე თქვი, იმის რა არ გიყვარს რომ რა რატო მითხარ?
მე უბედნიერესი ვიყავი ეხლა რომ აი ამ ხალხს უყურებდი მას პატრიარქის ბანაშვიდებზე და დაკრძალვის დროს რომ ესე იგი შეგვიძლია ხო ერთმანეთში მე სულ მეშინოდა ვაიმე რაღაცა არ მოხდეს ისეთი ვაიმე რაღაც გაუგრო რაღაცა შელაპარაკებაც ხო 1000-ია მთვრალი მოვიდა ვიღაცამ რაღაცას მე რა ვიცი 3 დღე დავდიოდი მე არ მინახავს რომ ვინმეს ხმამაღლა რამე ოდნავ ხმამაღლა ერთ პირიქით მე რაც წავიკითხე და ვისგანაც გავიგე ყველა ცდილობდა ერთმანეთისთვის ხელი შეეწყო რომ აი ჩემს საოცარი ბავშვები ფანჯიდარო წყალს არიგებდნენ და ხო ბევრია კაი რაღაც სიწყნარე მიყვებოდნენ ძალიან თავისეთი იმითი სიმშვიდით რას ლაპარის ალბათ მისმა ძალამ გააკეთა ეს ყველაფერი მისმა ძალამ გააკეთა ეს ყველაფერი, რომ ამ ერთმა ადამიანმა ასე შეკრიბა და შეაერთა ერთობა. და ერთი იმდენი სახში იყო და წუხდა რომ ვერ მივიდა. ხო და ესე იგი შეგვიძლია. არა ვართ ცუდები, კარგები ვართ, ადამიანი როგორ შეიძლება, მაგრამ რაღაცნაირად მოუფრთხილდეთ ერთმანეთს. არ შეიძლება ესე შარაზე დადო ადამიანი. ესე ცუდი სიტყვებით არ შეიძლება თან როცა არ იცნობ, კაცო. არანაირი ურთიერთობა არ აქვს და წერ. დედა ჩემი იტყოდა, ენას ძვალი არა აქვსო და ნუ ეხა ენა უკვე თითის დაჭერით კლავიატურას არა აქვს ძვალი და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს არ შეიძლება ისედაც ძალიან პატარა და მოკლეა ჩვენი ცხოვრება მოვეფეროთ ერთმანეთს იმ ფრაზებზე გვინა ვისაუბროთ რომელი ფრაზებიც არ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ შვილებთან და მით უმეტეს უცხო ბავშვებთან მიმართებაში თუ გახსენდებათ ასეთი ფრაზები ჩვენც მონიშნული გვაქვს ცოტას შემოგაშველებთ თვალყან უცხო როგორ გინდათ საკუთარ შვილს რო არ უნდა მიმართო ამ ფრაზებით და მით უმეტეს უცხო სხვის შვილს რა ვიცი უამრავი ну ეხა ისეთ რამეს ვიტყვი საერთოდ ყველაზე ცუდს ვიტყვი წყევლა რასაც გვია მე აი გქონდა და ეს წყევლა საშინელება არაფერი არ არსებობს როგორ მე მეშინია მე სხვისასაც რო ვიგებ ისიც დედა ჩემი სვამობდა მეშინია წყევლის ხო ეხა არის ხოლმე რომ ის არა ქვია დედა რო წყევლის მისი ძუძუები გლოცავენ არა ბავშვი არ გამლოცოს დედამაცას ძუძუებაც ხო შეიძლება არავითარ შემთხვევაში ბავშვმა არ უნდა გაიგოს დედის პირიდან მსგავსი რამე არავითარ შემთხვევაში არც ხა სხვის შვილზე ხო საერთოდ რაზეა ლაპარაკი რა უფლება მაქვს მე შენიშნა არ შემიძლია სხვის შვილს შეიძლება რაღაცა ურჩიო მაგრამ ის რო თითი დაუქნიო მე არა მაქვს ამის უფლება რომ აი რაღაც ფრაზები გვაქვს რომელიც ძალიან გავრცელდება მაგალითად მე შენ ასაკში უკვე ამას ვაკეთებდი ხო მე შენ ასაკში სხვათა შორის იცი რა არის მithქვამს ვერ გეტყვი რომ არის ეს კიდე ყველაზე სუბუქია ამ ფრაზებში რაც გიძებნი ხო ასაკი მithქვამს ცოტა იშვიათად ალბათ შეიძლება რაღაცა იმიტომ რომ გავაგებინო რამხელა იმიტომ რომ ჩემთან დედასთან ყოველთვის პატარა ხარ ხო იცი რა თქმა უნდა ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა დღე დაუტოვე ბასტო და ვაიმე ისე კარგად იქს მაგრამ შენ რო დაგინახავს კაცო გიждდებაო მითხრა შენ და ნუ მოდიხარო საერთოდო ნუ შენ რო ხედავს ჭკუიდან იწევაო და ეთყობა რაღაცა ესეთი ის იყო რომ უთხარი რაღაცა მithქვამს მსგავსი ოღონდ შენ ასაკში შეიძლება რაღაცა ესე რომ რა ვიცი შეიძლება მithქვამს კი რა ვერ ვიტყვი რომ არა როგორ მოპუტკუნებულ ხარ კიდე მსუბუქად ნათქვამია როგორ გასუქებულ ხარ რაღაც ფამილარობა ძალიან ისეთია გასიებულ ხარ არის ყველაზე აი ეგ პიკია ბავშვს რო გასიებულ ეგ საერთოდ კი ის არის კატასტროფა ძალიან დააკომპლექსებს ჩვევია ხოლმე საკუთარ შვილებსაც და სხვის შვილებსაც როგორ გასუქებულ ხარ არავის არ უხარია გასუქება და ჯობია რომ მით უმეტეს ბავშვებთან და მოზარდებთან მიმართებაში ჭუას არავის ვარიგებ მაგრამ ჯობია რომ არ გამოვიყენოთ ასეთი ფრაზები მოზარდებში მით უმეტეს იმიტომ რომ არ დაენგრევა ის თუ ჩებასება ისედაც არ უარგათ მაგასაკში და როგორ გასუქდი და რამდენი მუწუკი გავს და ეგეთ რაღაცები იცი ой არა რას ლაპარაკო სულ რამდენიმე დღის წინ იყო ჩემი ბავშვობის მეგობარმა ჩემ შვილს 14 წლის არის წვერი უშნოთ რანუ ქონდა წვერი ღინღლები შავი
ისეთი რაღაცა უთხრა იმ საღამოს რომ მომთხოვა რომ წამოდი უნდა გავიპარსო და ჯობია რომ ძალიან რთულად განიცდიან მოზარდები. შენგან არაფერი გამოვა. არ არსებობს. მაგისი თქმა არ შეიძლება პირიქით. არასოდეს არ მithქვამს მსგავსი რამე. ჯერ ისე რაღაცა ძალიან დაბიური ტექსტია ეს, არაფერი არ გამოვა. არასდროს არ მithქვა. ჩანასახშივე განადგურება იმის აბარა ისი არ მოიქცე რომ შემარცხვინო. ხო, არ შემარცხვინო. ეგრევეა კომპლექსები ბავშვი იქ და აი ამით ხო არ შევარცხ. უთხარ პირიქით რომ ამაყობ შენით. და ესეც მომწოსლადო შენი აზრი არავის უკითხავს ჯერ პატარა ხარ, არა და შეიძლება ბევრ საკითხში გაცილებით ჩვეზე ჭკვიანური რაღაცა თქვან რა. ყოველ შემთხვევაში იმის მითხრა პატარა ხარ და შენი აზრი არავის უკითხავს ჯერ პატარა ხარ. შენთვის აზრი არავის არ უკითხავს, ხო? ეგეც რაღაცა თვით შეფასება და ხო, არა, არც მაგის თქმა არ შეიძლება. სულ ვამბობ ხოლმე ქალბატონო, უბრალო ღიმილით შეიძლება ადამიანი გახადო ბედნიერი. რა თქმა უნდა. უბრალო ღიმილით რა. ამიტომ გავუღიმოთ ერთმანეთს. მაგას ვიძახი. არ გვინდა ბატონო სიყვარულით, მაგრამ პატივი ვცეთ ერთმანეთს, მოვეფეროთ ერთმანეთს. რა არის დღეს უკვე სუფრებით ისეთი იშვიათია. იმიტომ რომ არავის არ ცალია რაღაც, მაგრამ ყოველთვის ვამბობ ხოლმე, როცა რაღაცა მაქვს და შევიკრიბებით, ვინც არ უნდა იყოს ოჯახის წევრები იქნება თუ მეგობრები იქნება, სუვეუნები. არაფერი მოვეფეროთ ერთმანეთს. მე რაღაცა გაგიმარჯოს, გენაცვალე, შენი ჭირიმე გავე. აი ესე, იმიტომ რომ ეს გაცოცხლებს. მართლა ის ხო არ არის, ისედაც ისეთი დაძაბულია დღევანდელი ჩვენი ცხოვრება, თუ მუშაობ ვაია, არ მუშაობ უია, საგიჟეთია. ზუსტად. ხო და კიდე რაღაცით რო გავიხალისოთ და ერთმანეთს მოვეფეროთ. პატივი ვცეთ. მეც არაფერს არ ვეუბნები. მით უმეტეს ყველა პროფესიაში, ჩვენ პროფესიაში. შეიძლება არ მოგეწონა ნათამაშები, შეიძლება რაღაცა, მაგრამ გაუღიმე, მიულოცე, პატივი ეცი, რაღაცა. რაც თავარი ამ ყველაფერს ჩვენი შვილები უყურებენ და ისეთივე ისეთები გაიზრდებიან და რა თქმა უნდა, ის ბავშვი ისრუტავს ყველაფერს. რამდენჯერ ყოფილა, რომ ვითომ მეგონა რომ არ ესმოდა. და ამ დროს ყველაფერი ესმე და დადიოდა თავისთვის რაღაცაზე, ჩვენ რაღაცას და ყველაფერს ისრუტავე. რასლა პირიქით მით უმეტეს როცა ესეთი გარემოა დღეს, აღარ არის ის სითბო, ხო? ის რაღაცეები, რაც აი თქვათ მეზობელს კი იმ კომუნისტურ წყობას ქონდა თავისი რა თქმა უამრავი მინუსი ქონდა უამრავი დადებითი ის ქონდა რომ რაღაცა ერთობა იყო უფრო იტალიურ ეზოში რომ ცხოვრობდით ის რაღაცა მახსოვს ჩემი მეზობელი პომიდრის წვენს აკეთებდა ხოლმე და ერთ 150 კილოს 200 კილოს მოიტანდა მარტო ხო არ გააჩვენა მთელი მეზობლები დანებით ჩავდიოდით და იყო სიცილი მაიმუნობა და იყო პომიდრის წვენის კეთება ხო და იყო ესეთი რაღაცეებიც ეხლა კოლექტივი ეძახე და რაც გინდა ეძახე მაგრამ ურთიერთობები იყო ნამდვილად და სულ მეცინება თბილისი იყო ურთიერთობა და ახალგაზრდები იციან ნამდვილად იყო ურთიერთობა მე თბილისში დავიბადე გავიზარდე ვერაზე დავიბადე გავიზარდე და რაღაც აი რა გითხრათ რა ჩვენ სახში კარები არ იკეტებოდა მე მახსოვს ბავშვობაში გავიღვიძებდი სულ გიტარის ხმა სულ რაღაცა აი ბორგავდი ხოლმე რომ ხმაური მე ძინავი მეკას ძინავს მაგრამ ის მახსოვს სულ ბორგავდი რომ აი ვიღაცა პიანინოზე უკრავდა და კიდე ურსეკვავდა ვიღაცა ვიმაშვებოდა და იყო ესე ხო არა მართლა იყო ძველ თაობაში ახლა ჩემ მეგობრები რო შევიკრიბებით ხოლმე სულ ვიხსენეთ სურამიდან რა ქალბატონო ეკა სურამის კოლორიტები მამაჩემის თაობის ხალხს ჩემ თაობაში კოლორიტი არ არის ანუ ის ხიბლი აღარ არის ის რაღაც სხვა ქარიზმა ქონდათ თუ სხვა ფანტაზია ქონდათ თუ სხვა განცდა ქონდათ ჩემ თაობაში აღარ არის ეს და ერთმანეთზე უფრო მეტ ზრუნავდნენ ალბათ მაშინ ერთ-ერთი მიზეზი თუ შეიძლება ეხლა ხო და აი ამ ტელეფონმა რაგერ გაგვათითო კაცა მოგწერს აგერ ვზივარ ჩვენ მე შენ მოგწერე რა აშვები არ წავიდეთ შენ მომწერ რა ვიცი კი ცოტა ხანი თან აქავარ ეხლანდელი კი არ გელაპარაკები კაცო ურთიერთობა აღარ არის აი თანამედროვე ეკამ ჟავანაძე ვერიჩკა ბებოს წყალი პირის მოძრაობით კი არ ეთყო და მე სიჩნიძე რა თქმა უნდა
ბებიაჩი მე რო გაიგო მე-10 კლასში ვიყავი რო გარდაიცვალა და რო მოკდა მეგონა რომ ცხოვრება დავამთავრე. ისეთ ისტერიკაში ვიყავი. ხო და სადაბარებს უმალავდით და სადაბარე სად უნდაო რო ჩააბაროსო და ჩემო ამხანაკმა ხა თეატრალურზე მსახიობი უნდა რომ გამოვიდეს და ბებიაჩემო გადაესვენა. არა, მეუბნები არ მოხდენ უგეჟინი არ ვაბარებ არა თეატრალურზე. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა ამდენი საჩუქრებს არ ველოდებოდი კაცო ეს რა. მადლობა ჩვენს მეგობრებს Suti Powers, მადლობა ნემოს, მადლობა გიგოს. აუცილებლად, ძალიან დიდი მადლობა და თქვენ. უღრმესი მადლობა რომ პატივი მეცით და დამაფასეთ. თუ ფამილარობაში არ ჩამოგვართვევთ, ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდ პატივს გცემთ და გაიხარე გენაცვალე, გაიხარე. მიშოს დიდხანს უნდა გქონდეს შესაძლებლობა ძალიან ბევრჯერ გიხილოთ სცენაზე. ტელეეკრანებზე და არ ვიცი, დიდხანს იყავით მოკლედ რა. მადლობა. მიშოს დაურეკე რომ მე ქალბატონეიკა დაგთანხმდა და ჩაწერო და ორივე ისეთ ბედნიერები ვიყავით, ძალიან ბედნიერები ვიყავით და მიხარია რომ სოფელში ვიყავი მე რო დამირეკე ხო სამეგრელოში. აი, დაამთავრეთ ტელეფონი. დაამთავრეთ ტელეფონი გაიშნა.